საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მემაღლევეები ახლა ვერტმფრენს 2400 მეტრის სიმაღლეზე, მანქანითა და ფეხით მიუვალ ადგილას გადახავს. ენერგეტიკოსებმა ელექტროგადამცემი ხაზი ზეკარის დიდთოვლობისა და ყინულ მოცვოსგან დაზიანებული მონაკვეთი უნდა იპოვონ და აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. ხშირად, სწორედ ასეთ ექსტრემალურ პირობებში უწევთ მუშაობა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომლებს, რათა ელექტროენერგიის მიწოდება იყოს სტაბილური და უწყვეტი. ელექტროგადამცემი ხაზი ზეკარის ერთ-ერთ მონაკვეთზე ტექნიკური ჯგუფის მობილიზება ოპერატიულად განხორციელდა. სამდღიანი მუშაობის შედეგად პირველადი დაზიანება აღმოიფხვრა, თუმცა იქვე გამოვლინდა ხაზის მეორე, უფრო სერიოზული კონსტრუქციული დაზიანება. ადგილზე დამატებითი სპეციალური ტექნიკის გაგზავნა გახდა საჭირო. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ანძისკენ მისასვლელი გზის გაწმენდა. პარალელურად ხორციელდება საჭირო მასალებისა და მოწყობილობების ტრანსპორტირება, რის შემდეგაც დაიწყება უშუალოდ დაზიანებული ანძის აღდგენითი სამუშაოები. თავარი მიზნისკენ მიმავალ გზაზე ენერგეტიკოსებისთვის დაბრკოლებას არც მძიმე კლიმატური პირობები და არც რთული რელიეფი წარმოადგენს. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომლები დაუღალავად შრომობენ ქვეყნისთვის ელექტროენერგიის სტაბილური და შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველსაყოფად. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა. ჩვენ მოგვაქვს თქვენთან სინათლე.